გამარჯობა, საღამომშვიდობისა. მოგესალმებით პლატფორმიდან მშობლის კივრი, მე გახლავართ თამთა საამიშვილი, წარმოვადგენ ორგანიზაცია მაგ ჯორჯიას, ვარ ფსიქოლოგი, თუმცა დღევანდელი პირდაპირ ჩართვის ფარგლებში შევასრულებ ფასილიტატორის ფუნქციას. გაგაცნობ ჩვენ სტუმარს და სიამოვნებით გადავცემ მას ყველა იმ კითხვას და კომენტარს, რომელსაც თქვენ გამოგვიგზავნით. შეგახსენებთ, რომ თუ კი პირველად ხართ ამ პლატფორმაზე, როგორც სახელწოდებამაც მიგანიშნათ, ალბათ პირველ რიგში მშობლებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს ვფიქრობთ, რომ შეუძლია მიიღოს ბევრი საინტერესო აქტუალური ინფორმაცია. ყოველკვირეულად გვაქვს გავსი ტიპის ჩართვები და მათ შორის საუბრობთ სამედიცინო საკითხებზეც და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ირმა გოცირიძე, პედიატრი, რომელსაც ვიცი, რომ ბევრი იცნობს არა მარტო ჩვენი პლატფორმიდან. და ქალბატონი ირმა დღეს გვესაუბრება ერთ-ერთ ძალიან აქტუალურ თემაზე. ეს არის ზედა სასუნთქი ინფექციები, ასთმა და სრულკრუპი. ეს იქნება ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა. სანამ ქალბატონი ირმას გადავცემ სიტყვას, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ კითხვები, კომენტარები პირდაპირ ამ ვიდეოს ქვემოთ, ან მოგწეროთ პირადი შეტყობინების სახით და მე სიამოვნებით წავუკითხავ ამ ყველაფერს ქალბატონ ირმას. აქვე გეტყვით, რომ ვინც ადევნებს თვალს ამ ჩართვებს, იცის, რომ ქალბატონ ირმა მაქსიმალურად ეს ფორმატი რამდენადაც იძლევა საშუალებას, ეს ბავშვის ნახვის და მისი შეფასების გარეშე არ დაგზარდებათ, ნამდვილად მოგაცდით ამომწყურავ რეკომენდაციებს. შეამჩნიათ ალბათ, რომ ჩვენი ჩართვა ითარგმნება ჟესტურ ენაზე, ამისთვის მადლობა ლეკუნა ჯაფოშვილს. რადგან კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონო ირმა, მთელი ჩვენი გუნდის სახელით უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის. მსმენელს ვეტყვი, რომ ეს არის თქვენი პირველი სტუმრობა ჩვენთან და გადაავლონ თვალი, მე გირჩევთ მართლა გულწრფელად, რომ გადაავლო თვალი ამ ეგრეთ წოდებულ ვიდეოთეკას და აღმოჩენთ, რომ უკვე ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრა ქალბატონი ირმა. აღარ გავაგრძელოთ მეტი შესავალი ნაწილი, ვიცი, რომ თემა ვრცელია საკმაოდ და შეგვიძლია დავიწყოთ. დიახ, თამთა, მადლობთ წარდგენებისთვის. მართლა თემა ძალიან ისეთი ფართოა და მრავლის მომცველი და ზუსტად სეზონიც არის იმისა, რომ ვისაუბროთ ამაზე და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციებზე, თავისებურებანი ვთქვათ, მცირეწლოვან ბავშვებში, რატო არის გახანგრძლივებული ხველა, რატომ არის გახანგრძლივებული რინიტი, რისთვისაც მომართვიანობა ხშირია, როგორ არის ხველის ტიპი, სხვადასხვა ტიპები, მინდა რომ ყველაფერი მაქსიმალურად მოვასწრო, რა არის საშიში, ვთქვათ, როდის უნდა ჩავთოთ გადაუდებელი დახმარება ან პედიატრის კონსულტაცია და როგორც თქვენ ბრძანეთ, ესე იგი აუცილებლად შევეხვები კრუპის ფენომენს რა არის და ასთმას თუ ასთმურ ბრონქიტს შეძლებს დაგვარად უპასუხებ რა თქმა უნდა კითხვებს თუ არა და მე შემდგომ დარჩენილ კითხვებს წერილობით გავცემ პასუხს. ესე იგი, როგორც ვიცით, ეხლა სასუნთქი გზების ინფექციების უმეტესობა არის გამოწვეული ვირუსული ინფექციებით და თავისთავად უმჯობესდება მკურნალობის გარეშე. ასეთი გამონათქვამიც არის, რომ აი ვთქვათ, გაციებითი დაავადებები და გრიპოზული დაავადებები წამლით ერთი კვირაში იკურნება და წამლის გარეშე 7 დღეში. და აბსოლუტურად ნორმალურია ეს, იმიტომ რომ სიტყვასიტყვით ვიცით და არაერთხელ გვიხსენებია ამ პლატფორმიდან და ისედაც მშობლებს გაუგიათ, რომ ვირუსულ ინფექციას ანტიბიოტიკი არ უნდა, თუ არ იქნა ის გართულებული, კიდევ დავაყოლებ ამას და თავისით გაივლის რაღაცა პერიოდის და სწორი მართვის შედეგად. ეხლა ეს სეზონურად ეს გავრცელებული რესპირატორული ინფექციები, რესპირატორული, ანუ სასუნთქი გზების ინფექციები ვლინდება ძირითადად რინიტით, ანუ იგივე სურდო, რასაც უძახით, სინუსიტები, აი ამ უბნის ანთება, ყელის ტკივილი, რომელსაც ფარინგიტს უძახით, ტონზილიტი, ფარინგიტი, მერე ბრონქის ანთება, ჩვილებში ბრონქიოლიტის სახით და უფრო დიდებში ბრონქიტის სახით და ბოლოს სრულდება ხოლმე, რა თქმა უნდა, თუ არ იქნა კარგად დამკურნალები, ან გრამე გართულდა პნევმონიით, ან პლევრიტით, ან ორივე ერთად.
იცით რა არის ხშირად მშობლებს ეშინიათ და ამბობენ რომ აი ძალიან ხშირად არის მოავადე ეს ჩვენი ბავშვი და იმუნიტეტი უკვე ითდება ჩვენ ამ თემაზე გვქონდა როგორც გახსოვთ ყველას ვინც ამ ბოლო პერიოდში გვისმენდით იმუნიტეტზე გვქონდა საუბარი და იქვე ითქვა რომ ავადობა დაახლოებით 6-დან 8-მდე სეზონურად ამ გაციებითი გრიპოზული დაავადებებით არ არის საშიში ეს ნორმალურია და არ არის აპანიკო მშობლების მხრიდან. ამდენად მას აქვს რაღაცა ჩვენებები, არ უნდა გართულდეს ესე იგი ხშირად ოტიტით, არ უნდა იყოს ხშირად ანგინა, ანუ უკვე ბაქტერიული ინფექცია ხშირად ვიძახით, თორე ხა ერთხელ და ორჯერ შეიძლება. არ უნდა იყოს ანემია და ბევრი არის ისეთი ამბავი, რაც ან უსიცხოთ არ უნდა მიმდინარეობს, რაც გვაშინებს, მაგრამ თუ ჩვეულებრივად ბანალურად მიდის ეს 7 დღე. ანუ რა არის ეს, რა სიმპტომებით მიდის? გამონადენი ცხვირიდან, ხველა არის, მაღალი ტემპერატურა ან დაბალი ტემპერატურა. აუცილებლად ყელის ტკივილით იწყება. ყურის ტკივილით ზოგ შემთხვევაში, ну თავის ტკივილით, სახსრების ტკივილით, რომელსაც ბავშვები ვერ გადმოსცემენ, მაგრამ ცუდად არიან. ხშირად არის ხოლმე ტემპერატურის დროს და ხელის დროს ხმაურიანი სუნთქვა. ისმინება, ესე იგი, მშობელსაც კარგად ესმის ეს მშრალი ხიხინით ან წვინავის სუნთქვა და სწორედ აი ეს არის ვიზინგი. როდესაც ხანდახან აი თქვა ექიმი დაწერს ან გეტყვით, რომ აი ისმინება ვიზინგი, ან და იწერება, რომ აი თქვა ისტორიაში ან ანამნეზში ჩაიწერება ხოლმე ამ ფორმაში, სწორედ ეს ნიშნავს ამ სიტყვას, იმიტომ რომ ვიცი რომ აინტერესებს მშობლების ჯგუფს რა არის ეს სიტყვა, მეტყვი ხშირად ხდება თან ლიტერატურაში ან Facebook გვერდებზე. ეხლა ამ დროს ესე იგი ბავშვი არის დასუსტებული, არა მარტო ბავშვი, ჩვენც ასე ვართ ხოლმე, არა გვაქვს სურვილი კვების და სითხის მიღების და სუნთქვის და ყლაპვის გაძნელების გამო ვერ ვაკეთებთ ხოლმე ამას და განსაკუთრებით ბავშვები პირით სუნთქვა არის ხო დამახასიათებელი, იმიტომ რომ ჩაკეტილი აქვთ ეს ცხვირი და ვერ სუნთქავენ და შესაბამისად ეს სახეზეც ემჩნევათ ეს. რა ხდება ხა ჩვილებში და მცირე ასაკოვან ბავშვებში, ახალშობილებში და ჩვილებში, მაინც ცოტა თავისებურებით მიდის, იმიტომ რომ ანატომიური თავისებურება ვიცით სხვანაირია, აქვთ მოკლე ევსტახის მილი, რომელიც აერთებს ყურის ნიჟარას და სასუნთ გზას და ამიტომ ეს მოკლე მილი ხანდახან გვაძლევს ხოლმე რომ ორი ორგანო შეიძლება იყოს ანთებითი, შესაბამისად ყური, შესაბამისად ყელი და ეწყებათ მომეტებული ნერვწყდენა, განსაკუთრებით ამ პატარებზეა საუბარი, რაც ეგრევე მიგვანიშნებს ექიმებს და არა მარტო ექიმებს, რომ ყლაპვა არის გაძნელებული ამ ბავშვებთან. ეხლა თუ ეს პროცესი ვრცელდება ქვემოთ, ანუ მოიცავს უკვე გულმკერდს, ბრონქს, ფილს, უკვე საუბრობთ, სიტყვასიტყვით გამოდის ქვემო სასუნთქი გზების ინფექციებზე და მისი კლინიკური ნიშნები ცოტა განსხვავებულია, მაგრამ უფრო მძიმედ მიდის, მაღალი ტემპერატურით, თუმცა ვიცით, რომ უსიცხო ფილტვების ანთებაც არის და ხშირად, აი ეხლა არის სეზონი სამწუხაროდ და დაგვიფიქსირდა არა ერთეულ შემთხვევაში და კლინიკებში მოხვდნენ ბავშვები, იმიტომ რომ უსიცხოდ წავიდა ეს ქვემო სასუნთქი გზების ინფექცია. ხველა, რომელიც შემაწუხებელი არის და ხანგრძლივი, ზოგჯერ ღებინება, რომელიც მოსდევს ამ ხველით აქვს, სუნთქვის გაძნელება, რა თქმა უნდა, ან სწრაფი სუნთქვა, ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვაში მონაწილეობას იღებს დამხმარე მუსკულატურა, ეს შეიძლება იყოს ცხვირის ნესტურები, რომ ვერავენ, ან და ნექტაშუა კუნთები, ანუ ღრმა სუნთქვას აკეთებენ ბავშვები და დამღლელია ესა, შეიძლება იყოს ძილიანობა, მივარდნა, აი კანის ფერის ცვლილება, განსაკუთრებით თუ მოდუნება და თუ აი ეს წოლა და ძილი არის გამოხატული, ეს უკვე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება უკვე ფილტვებში არის პროცესი და სასწრაფოდ არის მისახედი. ეხლა იმ შემთხვევაში, როდესაც თქვათ არ არის ისეთი კატასტროფული სიტუაცია და სახლის პირობებში შეიძლება მივხედოთ ბავშვებს
ამას ყველა მშობელი აკეთებს და ძირითადად როგორც ყველამ ვიცით, ვიწყებთ ჰაერის, ესე იგი, ცხვირის ჰაერის ცხვირში რომ ჰაერი გავიდეს თავისუფლად, ცხვირის ხრუს გამოსუფთავებას, რომ ეს შეშუპება არ წავიდეს და ამ შეშუპება ლორწოს დაგროვებას იწვევს სუნთქვის გაძნელებას და განსაკუთრებით უჭერთ ჩვილებს, როდესაც ესა ტირიან და ვერ სუნთქავენ და რა თქმა უნდა კვებითაც ვეღარ იკვებებიან. პირველი რიგის პრეპარატად ვიცით, რომ ეს არის ფიზიოლოგიური, სულ ვითხოვთ ხოლმე მარილოვანი ხსნარები, ფიზიოლოგიური ხა ძალიან მისაწვდომია, ყველას უდევს სახლში და ხდება ცხვირის ნესტოებში ჩაწვეთება და განთავისუფლება. თუ ლორწო დიდი რაოდენობით არის, კიდევაც ურჩევთ მშობელს, რომ გამორეცხვები გავაკეთოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვათ ხდება ისე, რომ აი არა გვაქვს ან მშობელი ვერ გადის მარტოა თქვათ ვერ ყიდულობს ფიზიოლოგიას, მარტივად არ ინერვიულოთ ამაზე, შეგვიძლია გავაკეთოთ მარტივი გადადუღებულ ცხელ წყალში, დაახლოებით 1 ჩაის კოვზი, სავსე ჩაის კოვზი მარილი, 2 ჩაისჭიქა წყალში უნდა გაიხსნას და უკვე იმ კონცენტრაციის ხსნარი მიიღება, რაც შეგვიძლია ჩვენ ვიხმაროთ როგორც ფიზიოლოგიური სითხე და აი ამ ნაზად ამოვიღოთ და ჩავაწვეთოთ და შემდეგ ნაზად გამოვწმინდოთ ლორწოს სპეციალური საქაჩით. ეხლა რაც შეეხება ამ სპეციალურ საქაჩებს, თუ პატარები ყავთ სახლში, გირჩევთ რომ ეს მაინც გქონდეთ, იმიტომ რომ ძალიან მოსახერხებელია. როდესაც ჩავა გარკვეული რაოდენობის ფიზიოლოგიური ცხვირის ნესტოში, ხდება გათხიერება და შემდეგ ამ თხიერი მასის გამოღება უფრო იოლად ხდება. Ну, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, არსებობს ჩვეულებრივი ბალონები, ოყნები, პატარა 0 ან 2 ზომა, ახალშობილის რომლებიც ამ მიზნით არის, რა თქმა უნდა, შეძენილი და ამით ხდება გამოსუფთავება. ამის შემდეგ, ну, უფრო იოლია, რომ ბავშვმა ისუნთქოს და ჩასუნთქვის აქტი და განახორციელოს თავიდან, ისა თავისუფლად. აუცილებელია ხარ რომ წავახალისოთ ჩვენი ბავშვები, რომ ამ დიდი რაოდენობით მიიღონ სითხე, რომ სულ ვიცით რომ სითხე და მართლაც უებარია ეს სითხე, იმიტომ რომ როგორღაც ხდება ამ ვირუსის განეიტრალება თირკმელში, ამ დიდი რაოდენობით სითხეს, ეს არის რძე, კომპოტი, ну, ასაკობრივად ვის რა შეუძლია, ხან რა თქმა უნდა გაზიანსაქმელებზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ძალიან კარგია ეს მინერალურები გაზგასული. აბსოლუტურად თავისუფლად შეგიძლია ძვირფასო მშობლებო იხმაროთ ელექტროლიტები, რომლებიც თითქოს ვიცით, რომ მხოლოდ დიარეისთვის გამოიყენება, არა, შეგვიძლია სულ თავისუფლად ასეთ შემთხვევაშიც გამოვიყენოთ. ეხლა ფართო არჩევანია დღევანდელ მაღაზიებში, აფთიაქებში, სხვადასხვა გემოსი და კონსტიტუციის და შემადგენლობის არის და შეგვიძლია ბავშვის გემოვნებას შეუწყოთ. ძალიან ხშირად გვეტყვია ხოლმე მშობლები, განსაკუთრებით ახლა შეფერხების მქონე ბავშვთა მშობლები, რომ არაფერს არ იღებს, არ მოწონს ეს არ არის ასე, იმიტომ რომ არის გარკვეული რაოდენობა, გარკვეული რიგის პრეპარატები, რომლებიც მართლა ძალიან გემრიელია, ზოგს ამ სენსორული პრობლემის გამო მჟავა სიამოვნებს, ზოგს ტკბილი და ამის არჩევანი გვაქვს მენდეთ, რომ ის შეურჩიოთ ბავშვს, რომელიც მას მოწონს და დიდი რაოდენობით მივაღებინოთ. ბატონო ირმა, ერთ კითხვას წავიკითხავ ინჰალაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე რომ ისაუბროთ. ასე დროს რამდენად რეკომენდებულია მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაციის გაკეთება. ხომ არ ვავნებთ რაიმეს ამით პატარას? დიახ, კი, გაგცემთ პასუხს. ინჰალაცია, რა თქმა უნდა, ერთადერთი კიდე ამ ფიზიოლოგიურის ხმარების შემდგომ მეორე რაცაც გირჩევთ, ეს არის ინჰალაცია. ოღონ უარყოფითი ბევრი არ გააჩნია ინჰალაციას, რა თქმა უნდა, არის ესეთი მძიმე დაავადებები, რომ რა დროსაც არ გამოიყენება, მაგრამ ამავე დროს უნდა გახსოვდეთ, რომ მაღალი სიცხის დროს, ეს არის 38-მდე და ზემოთ, ინჰალაცია არ გამოიყენება. ამდენად უნდა დავწიოთ ჯერ სიცხე და სიცხის დაწევა იცით, რომ ვცდილობთ 38-5-მდე არ დავალებინოთ. პირველი რიგის პრეპარატები, როგორიც არის პარაცეტამოლი და იბუპროფენი,
და ხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენოთ. Რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა ტიპის ინჰალაციები, ჩვეულებრივი გაციებითი დაავადების დროს გირჩევთ, რომ მხოლოდ ფიზიოლოგიურით შემოვიფარგლოთ და სხვა სითხე არ ვიხმაროთ, თუმცა სხვა სითხეები, რომელზედაც შეგვიძლია შემდგომში ვილაპარაკოთ და გვექნება ალბათ კიდე ერთხელ ამის ხსენების საშუალება, ეს არის აუცილებლად მკაცრად ექიმის მიერ დასანიშნი, თავისუფლად და იოლად ნუიხმართ ჰორმონალურ პრეპარატებს, რომელიც ინჰალაციაში ერევა ხოლმე, აუცილებლად ექიმის ჩვენების მიხედვით. და კიდე მეორე რაც მინდა გითხრათ ამთან, რომ ინჰალაცია უპრიანია გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება ეს ჩემს მიერ ნახსენები ზემოთ ცხვირი ცხრუსავალი გზების გამოსუფთავება, იმიტომ რომ ეს ფიზიოლოგიურ გახსნილი სითხე და შეგვიძლია მე თქვა და ხანდახან დანიშნული აქვს და მშობელი გეკითხება, თქვა ფაგიო მაქვს დანიშნული, ან რაღაცა ფაგი პრეპარატი, სხვა ტიპის ფაგი. ეს როგორ გავაკეთოთ ინჰალაციის შემდეგ თუ ინჰალაციის წინ? და მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად ინჰალაციის წინ გავაკეთოთ, მაგრამ მანამდე უნდა იყოს ეს სანაცია გაკეთებული ცხვირის ხრუსი და შემდეგ იქნა ეს ფაგი მიღებული და მხოლოდ ამის შემდეგ არის კარგი თუ გაკეთდება ინჰალაცია. კი ბატონო, კარგით და აქ რამდენიმე კითხვა არის ცრუკრუპთან დაკავშირებით, მე მგონი ისაც გადავალთ ხო ამ საკითხზე? გადავალთ, მას მიმოხილვა გავაკეთოთ მაშინ და მე გადავიდეთ. კი ბატონო. კარგით, ჩვენ მკურნალობაზე ვიყავთ სწორედ და ინჰალაციაც კარგია, რომ შეკითხვა შემოვიდა. ერთ-ერთი მე მკურნალობის მეთოდია და გააჩნია ინჰალაციასაც, გააჩნია ინჰალაციის ბავშვების ავადობას. ვინ როგორ არის? ხანდახან გვაქვს ხოლმე სიტუაცია, რომ ავად რო არის და სიცხე აქვს და რა ვიცი, 1-2 დააცემინა, ინჰალაცია ვიწყებთ? არ არის საჭირო. მასაც თავის ჩვენება აქვს და ყველა შემთხვევაში არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ საერთოდ არ მქონდა ხოლმე ხა ადრესი კი ვხმარობდით, ამაპაპური ინჰალაციებს ვიკეთებდით, ყველას გახსოვთ ახლა ალბათ, რომ აი ცხელქვაბს და ეხაც ესეც კარგი გამოსავალია, ხო, გაზზე ადუღებულ ცხელწყალს შემდგომ განმოვდგავდით, ოდნავ შევაგრილებდით, ბავშვს უსაფრთხოდ დავისვამდით კალთაში, გადავიფარებდით შვილთან ერთად. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბავშვები ძალიან ჰიპერაქტიულები არიან და უჭირთ, აუცილებლად დაცული უნდა იყოს თქვენს მიერ ბავშვი, არ უნდა იყოს მარტო დატოვებული და რაღაცა შეგვიძლია ქოლგა ჩამოვაფაროთ, რომ ეს ორთქლის შევიდეს ბავშვის სასმელში და ჩვენც ვიღებთ ამას, ან რაღაცა პლედი, ან პრისახოცი, აი ესეთი მარტივი ძველებური მეთოდიც არის და ძალიან კარგად მუშაობს. ეხლა რაც შეეხება მკურნალობის სხვა მეთოდიკას, ხშირად გვაქვს კითხვა და არც ხანდახან პირველი რაც ვთქვათ გირეკავენ და ან თქვენ თვითონ იღებთ გადაწყვეტილებას ხანდახან მშობლებო რომ დავალევნოთ ხელის წამალი. და მინდა გირჩიოთ, რომ ეს ყოველთვის გადადეთ უკანა პლანზე და ამასაც თავის ჩვენება აქვს და უკუჩვენება აქვს. ეხლა ზოგადად იცით, რომ ყველარი ორგანიზმის დამცავი ფუნქცია და ეხმარება, მართლა ძალიან ეხმარება ინფექციას და ბრძოლაში. იმიტომ რომ სწორედ ხელის წყალობით ხდება, რომ ეს უცხო ნაწილაკები, ეს გროვა, რომელიც ნახველთან ერთად ირევა, ანუ ეს ანტიგენი არ ხერხდება, არ ჩადის ფილტვამდე. და ამას სწორედ ბრონქი ასუფთავებს, რომ არ მოხდეს ფილტვში. პირიქით, რაც უფრო ბევრს დაახველებს, ბავშვი და ამოახველებს, კიდევ უფრო დაცვა არის მისი და ნუ მოუშვით ამ საშუალებას ბავშვს. ეხლა თუ ანუ არის სხვადასხვა მედიკამენტები, ერთი არის ხელის დამთრგუნელი მედიკამენტები, თამთა და კიდე არის ამოსახველებელი მედიკამენტები, მინდა რომ მშობლებმა კარგად გაიგონ და ეცადეთ რომ ეს ხელის დადრგუნვას ნუ მოაგაკეთებთ. ანუ აი ძალიან სპაზმური ხველა რო არის მაგალითად, ხო? აი ამ შემთხვევაში უპრიანია რა თქმა უნდა იმ წუთში ვიწყებთ ამ ინგალაციას, როცა თქვა მშობელმა დასვა ეს კითხვა. მაგრამ რაც შეეხება ხა ამოსახველების საშუალებებს, ამას ექიმი წყვიტავს, შეიძლება დაგინიშნოთ, შეიძლება არა, მაგრამ
თავდაპირველად მშობლებო ძალიან გთხოვთ, რომ ისევე თბილი სითხეები შეთავაზეთ ბავშვებს, გულმკერდი დაუთბილეთ, კარგია გულმკერდის დაზელვა და შემდეგ სითბური ესეთი კომპრესები გავაკეთოთ, თბილი კომპრესები. ადრე იყო ხოლმე ეს მიღებული და ძალიან კარგი მეთოდიკა არის, ნამდვილად მუშაობს. ინჰალაციებზე თქვით უკვე, რომ აუცილებლად გავაგრძელებთ ასეთ შემთხვევაში, ყველის შემთხვევაში ინჰალაციებს. და თუ ვინცობა არის, რომ აი მაინც და მორბილდა ეს ხველა, უკვე პროდუქტიული იქნა ხველა და ბავშვს უჭვის გარკვეული პერიოდის შემდგომ თამთა და არა დღეს, არა ხვალ. რა ვთქვათ, ეს ხველა ძალიან იცის გახანგრძლივება და რაც ეს ნორმალურია. და შეიძლება რომ ვთქვათ ერთი კვირა, ერთი თვეც კი შეიძლება ზუსტად ასეთ შეკითხვა შემოვიდა ახლა რომ არის თუ არა ნორმა ავადობის შემდგომ ხველა გაგრძელდეს ერთი თვეო. კი ბატონო, ნორმა არის და არ შეგეშინდეთ და ერთი თვე კი არა, შეიძლება 2 თვეც გაგრძელდეს მეგობრებო და 3 თვეც გაგრძელდეს, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს ექიმის მიერ ნანახი ეს სიტუაცია. და ერთხელ კი არა, ალბათ 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც რო არაფერი გამოგვეპაროს, თუმცა სამწუხაროდ აი ამ ბოლო წლის ვირუსებმა არ ვიცი, ალბათ ეს რთული საკითხია და ჩემ კოლეგებთან ერთად მუდმივად სამსჯელო საგანია, რომ არ ვიცით რა ხდება, ძალიან გახანგრძლივდა ეს ბანალური ვირუსები ამ ომიკრონის და კოვიდის გადატანის შემდგომ. აი ეს ვთქვათ, ეს უბრალო ეგრეთ წოდებული უბრალო ვირუსები, აი არც ახლა გრიპი და პარაგრიპზე არ ვსაუბრობ, ისინი საკმაოდ ძიმედ მიდის, მაგრამ აი სეზონური ინფექციებზე ვიძახი და გახანგრძლივებულია და უსაშველოდ ხდება ხოლმე ესე იგი გაწელვა ამ ხველის, მაგრამ ეს ხველა სხვადასხვა ტიპის არის და ამასაც მოგახსენებთ იქ მინდა დავამთავრო, რომ აი ხველაზე ამოვწუროთ, რა მივცეთ და მერე გადავიდეთ ამ საინტერესო საკითხი ალბათ ესეთ მშობლებისთვის. ესე იგი, ინჰალაცია ვთქვით, დათბულვა და კომპრესი ვთქვით, ბევრი სიტყვე ვთქვით, აუცილებლად უნდა მოვარიდოთ ყვავნს, ბუხრის თუ რაღაც, იმიტომ რომ ისედაც გაძნელებულია ჟანგბადის ჩასვლა და სიგარეტი განსაკუთრებით, ეხლა არ ამგონივი რომ ვინმე ეხლა სახლში ბავშვთან ეწეოდეს, მაგრამ მაინც კიდე ერთხელ მოვალევა რომ თქვა, რომ არ შეიძლება არც ერთი ტიპის ყვამლი, როდესაც ეს არის პაციენტი არის გაციებითი დაავადებით ოჯახში. რა დროს მივმართავთ ექიმს, ან სასწრაფოს უძახებთ, განსაკუთრებით აი პატარა მცირეწლოვანი ასაკის დროს. თუ ბავშვს სუნთქვა უჭირს, ან ძალიან სწრაფად სუნთქავს. ძალიან კარგია ამ ბოლო დროს ბევრ ოჯახს აქვს თამთა ეს სატურაციის აპარატი. და როდესაც ეს სწრაფი სუნთქვა და გახშირებული სუნთქვა იწყება, თუ ისაც აქვს საშუალება, კარგია რომ შევამოწმოთ ბავშვის სატურაცია. პატარებს ჩვილებს, რა თქმა უნდა, ახლა ყველა თითზე ვერ გაუკეთდება და როგორც არის საშუალება, შუა თითზე უკეთებთ პატარას, ძალიან ღრმად უმაგრებთ. შეიძლება აჩვენოს სხვადასხვა მონაცემი და არ შეშინდეს მშობელი, იმიტომ რომ ერთში იყოს ძალიან დაბალი და ერთში უფრო ნორმა, თქვა 96-95-ზე დაბალი არ უნდა იყოს, 97 გააჩნია ასაკს, გააჩნია სიტუაციას. ამ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ რომელ ხელზეც აჩვენებს მაღალს, ის არის ის სატურაცია, რაც სისხლში ჟანგბადის ცირკულაციას გვიჩვენებს. ახლა ხო გამოვიძახოთ ეს იგი სასწრაფო შემთხვევაში თუ ჩვილი არის ბავშვი, თქვათ 3 თვემდეა და მაღალი ტემპერატურა არის, რამდენიმე დღე არის თქვათ სიცხე და არ იკლებს, აქვს თქვათ ძალიან სპაზმური ხველა, რომელსაც ვერ ხსნის მშობელი ვერაფრით, აი გააკეთა ეს ჩარევები, რაც უკვე ჩამოთვალით და არ იხსნება და არის თქვათ ისეთი დამახასიათებელი მყეფავი ხველა, რაც თქვათ ყივანე ხველასთვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი, ან ნახველს შემთხვევით სისხლი ამოყვა. ეს ძალიან საშიში არ არის, იმიტომ რომ შეიძლება კაპილარი გასკდა და ეს მოხდა, აქვე შეგვიძლია დავამშვიდობოთ მშობელი, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს მაინც ინახოს, გაისინჯოს ექიმის მიერ და დადასტურდეს, რაფერი იყო ეს, რა რაოდენობით იყო ეს სისხლი, რატო გამოყვა, რა პერიოდში მოხდა და ასე შემდეგ. თუ და კიდევ გავმეორდები და თუ ბავშვი ისევ ძილიანია, მივარდნილია,
ხოლო ჩვილები იმ შემთხვევაში თუ დაახლოებით 8 საათი არის გასული და პამპერსი, ანუ საფენი, რაც აქვს ბავშვს, მშრალია. ანუ შარდის გამოყოფა არ ხდება და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სასწრაფო გამოვიძახოთ, ამ ბავშვი იყოს მოხვედრილი ისა პედიატრთან. ეხლა ყველა იყო საინტერესო, თამთა და გადავიდეთ ისევ დაუბრუნდეთ ამ ხელას, შემაწუხებელ ხელას. რატო ხდება ეს მუდმივი ხელა და ასეთი გახანგრძლივებული ხელა და რატომ არის ხშირი და მოუთავებელია ცხვირიდან გამონადენი, რომელზეც გვაქვს ხოლმე ჩივილი, რომ ვერაფრით ვეღარ მოურჩინეს ბავშვებს. ძალიან გვიჭირს ხოლმე, როდესაც განსაკუთრებით ბავშვები არიან მძიმე დიაგნოზებით, ან თქვათ ეშინიათ ამ პროცედურის, რაც უკვე ჩვენ ვთქვით, საერთოდ არ იკარებენ ინგალაციის აპარატს, საერთოდ ვერ მიაკარებ ხელს, რომ მშობელმა გამორეცხვა გააკეთოს ცხვირის ღრუსი და ლორწოვანი გამოიღოს და განსაკუთრებით უჭერთ ხოლმე ამ მშობლებს და ასეთ შემთხვევაში, ხანდახან კი არა და ალბათ საჭიროა უპრიანია, რომ უკვე ექიმმა მედიკამენტი დანიშნოს. ეხლა ძირითადი ხელის მიზეზები რაც შეიძლება იყოს ვირუსებზე თქვით, მაგრამ შეიძლება იყოს აგრეთვე ისეთი, ვთქვათ, ბაქტერიული ინფექციებით, შეიძლება იყოს სოკოვანი ინფექციებით, უფრო ნაკლებად, მაგრამ შორსწასრულ შემთხვევებში ამის შემთხვევებიც გვაქვს ხოლმე და უფრო რთულად მიდის ეს დაავადებები, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ასეთებიც არსებობს. ძირითადად განსაკუთრებით გაცილებით დაავადებების გარდა ხელის მიზეზები არის თამთა ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით ეს მშრალი ხველა რო არის და შემაწუხებელი ხველა, ხშირად არის რო ვთქვათ, არ იცის მშობელმა რომ მისი შვილი ალერგიულია, მაგრამ წინა განწყობა არის, ვთქვათ, რომელიღაცა ერთი მშობელი მაინც არის რაღაცა ალერგიით შეწუხებული ან დაავადებული და მის პატარას აი ამ ხველით გამოესახება. არის ძალიან ხშირად არა, მაგრამ ხშირად გვაქვს ყივანა ხველასი და პარაყივანა ხველის, ესეც მსგავსი დაავადება არის, რომელიც ვთქვათ, ყივანა ხველა ძალიან მძიმედ მიდის, ყველა მიცის მყეფავი ხველა, რომელიც გარკვეულ პოზას აძლევს ბავშვს, წამოწითლდება, ენა წინა აქვს გამოყოფილი და ბოლოს ეს ხველის აქტი ღებინებით იმდენს ახველებს, რომ ღებინებით შეიძლება დაასრულდეს და ამ დროს მოეშვება ხოლმე, მერე ხალხლა იწყება და სამწუხაროდ აი ცუდი შესახედავია და ძალიან შემაწუხებელია და აუცილებლად კლინიკური დაკვირვება არ არის საჭირო, აუცილებლად უნდა სეროლოგიური კვლევით დადასტურდეს და ხანგრძლივია, აქვე შევეგუოთ ამას, რომ ეს ხანგრძლივი მოსარჩენია და შეიძლება მართლა 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდეს ეს ხველა. ძალიან საინტერესოა, რომ ხანდახან ხდება ჩვენი შვილების გამოკვლევა, აი ყველგანი ყავდა, ის გავაკეთეთ, ეს მედიკამენტები ვიხმარეთ, ანტიბიოტიკი ორჯერ დავალევინეთ, მაგრამ არაფრით რჩება და რჩება ხველა, ესეთი ჩივილებიც არის და ასეთ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, ხომ არა აქვს ბავშვს გასტროეზოფაგიალური რეფლუქსი. ანუ ეს სიმჟავე მომატებული და კუჭში თავსის წამოსროლა ამ რეფლუქსის გამო და ამ კუჭის წვენით მუდმივად ღიზიანდება ხორხი და ტრაქეის ლორწოვანი. და თვითონ აი ეს არის ხველის გამომწვევი. ხანდახან სწორედ აი კუჭნაწლავის გასტროენტეროლოგთან ვიზიტის შემდგომ და აი ამ პრობლემის მოხსნის შემდეგ ეს ხველა მექანიკურად გადადის. და ძალიან საინტერესოა და ხშირად გვაქვს ჩვენ ბავშვებში ნევროზული, ანუ ფსიქოგენური ხველა, რომელიც აი შეიძლება სტრესითაც იყოს ტიპური განვითარების ბავშვებში, სხვადასხვა სტრესით იყოს გამოწვეული და განპირობებული, მაგრამ ხანდახან თქვათ განვითარების შეფერხების დროს აი ეს ხველა მუდმივ ხასიათს ატარებს.
აქაც ხდება ხშირი გამოკვლევა მშობლის მიერ, რომ აი ისე როგორც გითხარით, რომ აი ისე მიყავთ ყველა სპეციალისტთან, ფტიზიატრი, რა ვიცი, პულმონოლოგი, პედიატრები, მაგრამ აღმოჩნდება, რომ აი ეს არის ფსიქოგენური ხასიათის ხველა და ეს მუდმივად და სეზონურად განსაკუთრებით შეიძლება დარჩეს. ეხლა ხანდახან კი არა და ხშირად ამ ბოლო დროს ხშირად არის ხოლმე და მომართვიანობებიც ხშირია, როდესაც შეტევები ხდება ღამით. შედეგადაც არც ბავშვებს და არც მშობლებს არ ძინავთ და არის ეს სიმპტომები ბავშვებს ტანჯავს, შვიდ დაძინების საშუალებას არ აძლევს და აი ასეთ შემთხვევაში და ხანგრძლივია. შეიძლება ერთი თვე იყოს ესეც გაგრძელდეს, შეიძლება თვე ნახევარი, ორ თვემდეც გაგრძელებულა. ასეთ შემთხვევაში, როდესაც აი კარგად ჩაკითხავთ და მხოლოდ ამას გეუბნება, რომ დღისით გაიღვიძებს, დილასაც დაახველებს, გაიღვიძებს და მთელი დღე არ ახველებს. მე შეინია ღამის დადგომის, იმიტომ რომ აი ეს რაც ჩამოვთვალეთ ღამე ისევ ეწყება იგივე. ასეთ შემთხვევაში კარგი გამოკითხვით ანამნეზის შეკრებით, რა თქმა უნდა, სხვა რაღაცებიც უნდა ვკითხოთ მშობელს, ისმის ხოლმე დაისმის პოსტნაზალური წვეთის სინდრომი. ეს არის სიმპტომი, როდესაც ესე იგი ამ ლორწოვანი, ბლანტი ლორწოვანის დრენაჟი იმის მაგერად რომ გამოვიდეს ცხვირიდან, ანუ ესე იგი ცხვირის ხრუებიდან გადადის უკან, ყელის უკანა ნაწილში ეს ბლანტი ლორწო იწვევს ხველას, გამიგეთ? ამ ჩაედინება და ეს სეკრეტი და აი ამ სინუსების წიაღებიდან გადადის პირდაპირ და აი თვეების განმავლობაში გრძელდება. აი ეს არის ეს შემაწუხებელი და როგორც გითხარით, აი ეს ღამის ხველა ახასიათებს ამას და აი ეს მიზეზი ძალიან სერიოზული მიზეზია და აქვს თავისი ესე იგი მინდა გითხრათ რომ ისინი თქვათ გამომწვევი რა შეიძლება იყოს აი ახლა შეიძლება დააინტერესოს მშობელს პირველ რიგში როდესაც ამაზე გვეპარება ეჭვი თხოვთ პედიატრები რომ ეს ბავშვი აუცილებლად ოტოლარინგოლოგის მიერ იქნეს დათვალიერებული. ხომ არ არის რამე ანატომიური მდგომარეობა, მაგალითად ძგიდე, რომელიც ბავშვებს შეიძლება ერთი ორჯერ აი ისე რომ აი თქვა სუბუქი დაცემის შედეგადაც კი გაეღუნოთ და დაუზიანდეთ. და ამის შედეგად ლორწოს სწორი გადადინება არ მოხდება და სწორედ ჩაედინება იქ სადაც არ უნდა მოხდეს. ხომ არ არის გადიდებული ადენოიდები, ანუ იმასაც ლარინგოლოგი გვინახავს, გადიდებულ ადენოიდებსაც სამწუხაროდ პედიატრები ვერ ნახულობთ, იმიტომ რომ სარკეებით არის ბავშვი დასათვალიერებელი, ამასაც ნახავს ოტოლარინგოლოგი. მერე ხომ არ არის მცირედი ანომალია კიდე, აი ესე იგი ანომალიები არის სხვადასხვანაირები კისტები ან ცისტები, რომელიც საშიში არ შევაშინებთ მშობლებს, მაგრამ არის ესე იგი თორმერვალდის კისტა, ესეთი სახელი არის, ანუ ჩანთა, რომელიც ესე იგი არის აი ამ წიაღის უკანა ადგილზე მდებარე, რომელიც არაფერს არ აფუჭებს, მარტო რენტგენოლოგიური MRT კვლევებით დგინდება ხოლმე, რომ ეს არსებობს და არის შეიძლება ბავშვი ისე გაიზარდოს, რომ საერთოდ თუ არ მოხდა ამის წიაღების გადაღება, ვერ დათვალიერდება და აი ამ შემთხვევაში ეს უკანა გადადინების nasal drips უწოდებენ ინგლისურად, ხშირად ხდება ხოლმე. ან და შეიძლება იყოს ესე იგი საყლაპავის დივერტიკული, ესეც აი ან ლარინგოფარინგიალური რეფლუქსი, ეს აი ამ დაავადებების გამო აი ორგანული დაავადებების გამო შეიძლება მოხდეს ეს ხშირად ეს სიმპტომი. ხანდახან ბავშვები სამწუხაროდ რაღაცებს იდებენ ხოლმე ცხვირში. ეხლა თუ ძალიან უცხო საგანია, მეგობრებო, ის დიდი საგანია, იმას თავის კლინიკა აქვს და ნუ რა თქმა უნდა იმ წუთში ხვდებით, იმ წუთში ჩარევა ხდება, მაგრამ თუ წვრილი საგანია,
ან შეიძლება იყოს მსხვერვადი, აი წვრილი ნაწილაკები შეიძლება დარჩეს. იცით, ამ სასუნთქსაში, ამ წიაღებში და სწორედ აი ამანაც მოგვცეს ეს უკან გადადინების სინდრომი და არ გაგიკვირდეთ, აი ხანდახან არის ხოლმე, რომ აი ესეც უნდა რენტგენი იქნეს გადაღებული, ხანდახან რენტგენოლოგიურ დათვალიერებაზეც არ ჩანს და უფრო სხვა ტიპის ინვაზიური ჩარევა ხდება ხოლმე საჭირო და ხვრელების დათვალიერება სხვა მეთოდიკით ხდება. და ძალიან დამახასიათებელია ეს სინდრომი ალერგიისთვის. აი სეზონურმა ალერგიამ, სეზონურად არის ხოლმე, შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომი. აი მაგალითად მცენარეების მიერ მტვრის გამოყოფით შეიძლება მოხდეს თვითონ ორგანიზმი ებრძვის, იძულებულია გამოიმუშაოს დამატებითი ლორწო, რომ რაღაცნაირად ჩაწმინდოს ეს ალერგენები, გაანადგუროს ეს სპორები და თვითონ ორგანიზმი იცავს, რომ არ გავრცელდეს ეს ალერგია. წარმოგიდგენიათ, ამ შემთხვევაში დიდი რაოდენობით ხდება ლორწოს გამომუშავება. აი ესეც არის წამყვანი მიზეზი. ეს შეიძლება არა მარტო გარემოს ალერგია მოგვცეს თამთა, შეიძლება საკვებისმიერმა ალერგიამაც გამოიწვიოს. და ამდენად მშობლები ამისთვისაც უნდა იყვნენ მზად, რომ ესეც იწვევს ამ სინდრომს. და კიდევ საინტერესო ფაქტია, რომ აი სიცივე მანშალმა ჰაერმა ამ სასუნთქსებში, როდესაც შედის, შეიძლება გააღიზიანოს ეს ლორწოვანი და დიდი რაოდენობით ლორწოვანის გამოყოფა მოხდეს. ეს რაც შეეხება ბავშვებში. ეხლა სამწუხაროდ ეს სინდრომი დიდებში გვხვდება ხოლმე და მაგალითად იტყვის მშობელი, რომ ხანდახან აი ვერ მოვითავე ეს ყველა სულ მუდმივად დაიწყება თუ არა ზამთარი, ან ზოგი გეტყვის, რომ საერთოდ არ არის ზამთართან დაკავშირებული და მეც მაწუხებს ეს ამბავი და აქვე შემიძლია უთხრა, ვთქვათ, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს უფროსებისათვის ცხარე საკვები, მეგობრებო, ზედმეტად ცხარე საკვები აგროვეს დიდ ლორწოს, ამას შეიძლება ხველეთი დაავადებები გამოიწვიოს. ამდენად გავთხილდეთ. აი ქალებში გვაქვს ხოლმე ვთქვათ ორსულობა, ეს არის ტრიგერი, რომ მოხდეს ეს პოსტნაზალური გადადინების სინდრომი, ან ქიმიკატები, როდესაც ქალბატონები ხმარობენ, ან სპეციალური სითხეები, რომლებიც არ არის სასიამოვნო და ნიღაბს არ იკეთებ ამ შემთხვევაში, ამანაც განაპირობებს. ძალიან გავთხილდეთ მედიკამენტების მიღების დროს, როგორც ბავშვებში, ასე დიდებში, რომ ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს აი ამ სინდრომს, განსაკუთრებით არტერიული წნევის წამლები, ალბათ იციან მსმენელებმა და აი ჩასახვის საწინააღმდეგო გორმონალური პრეპარატები თუ იღებენ და პლუს აი ეს ხველება ამ ტიპის აქვთ, აქაც უნდა იყვნენ გაფრთხილებულები. წავიკითხავ ახლა კითხვებს. კი ბატონო. შემდეგ კი ბატონო. შეგიძლიათ დაამატოთ მის დამატებას გსურდათ. მოდით მივყვები ხო თანმიმდევრობით ინტერესებს ეგრეთ წოდებული ცრუ კრუპი, მისი დამახასიათებელი და დამახასიათებელი ნიშნები ალბათ და განმეორება რამდენადაა ანუ ალბათ გულისხმობს, რომ რამდენად დამახასიათებელია მისი განმეორება, ხო? კი ბატონო, ალბათ ხო. მაშინ იცით რა გადავახტები ცოტა ამას და მე თუ დაგვრჩა დრო კიდე რაღაც. პრინციპში რინიტთან დაკავშირებითაც არის კითხვა, ხო? ანუ და თქვენ აირჩიეთ თანმიმდევრობა, ანუ ქრონიკული რინიტის დროს რა გამოვიყენოთო და იმ ცრუ კრუპთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე კითხვა. აჰა, კარგით. მაშინ აი ამ ითუშველოთ ამ და როგორი გამოიწვევა ეს ყველა ვთქვით და იგივე არის დასაწყისშიც ვთქვით ამთან, რომ რითუშველოთ და რა უყოთ ამ გამუდმებულს მოურჩენელ რინიტს, ხო, ამ სურდოს, რომელიც აი დაიწყება ზამთარი და ესეც იწყება. იცით რა, რინიტიც უნდა განვასხვაოთ, აუცილებელია გახანგრძლივებული რინიტის დროს დავადგინოთ ეტიოლოგია.
ანუ რინიტი შეიძლება იყოს გაციებითი მდგომარეობების დროს, რინიტი შეიძლება იყოს ალერგიული მიზეზებით და შეიძლება იყოს ვაზოკონსტრუქციული რინიტი, როდესაც სიძარღვთა არასწორი შეკუმშვის შედეგად ხდება ამ ცხვირში არსებული ლორწოს გამოდინება. ამდენად ამასაც აკეთებს აუცილებლად ალერგოლოგთან ერთად ოტოლარინგოლოგი, მაგრამ მიმართვიანობა რა თქმა უნდა პედიატრთან ხდება. პირველ რიგში და პედიატრმა უნდა განსაზღვროს აი ამ გამოკითხვით ანამნეზის შეგროვებით დაახლოებით რასთან გვაქვს საქმე. ეხლა აუცილებლად უნდა ვკითხოთ მშობელს და ეხლავე გეტყვით რომ ხომ არ ხმარობენ რაღაც გადამეტებულად იპობრუფენის რიგის პრეპარატებს. ძვირფასო მშობლებო, დაიმახსოვრეთ რომ იპობრუფენი არ არის იული პრეპარატი და ყოველთვის გირჩევთ ხოლმე რომ არჩევის პრეპარატად იხმაროთ პირველ რიგში პარაცეტამოლი, რომელიც ასე თუ ისე უფრო უმტკივნეულოა, თუმცა არც ერთი პრეპარატი არ არის უმტკივნეულო და ყველას თავის უკუჩვენებები აქვს, მაგრამ არ იხმაროთ ხშირად, იმიტომ რომ ეს გახანგრძლივებული რინიტები ისევე როგორც ასპირინი დიდებში და ბავშვებში ვიცით რომ არ ხმარობთ ბეტა-ბლოკატორები, რომლებსაც ხმარობენ უფროსები, ანტიდეპრესანტები, რომლებსაც უფროსები სვამენ, ნეიროელექსიური და ანტიფსიქოლოზური წამლები, რომელსაც ჩვენი ბავშვები სვამენ. ზოგ შემთხვევაში მძიმე ქცევითი აშლილობის დროს, აი მათთვისაც დამახასიათებელია ეს რინიტი. ანუ ანამნეზის შეკრებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ასეთ გახანგრძლივებულ მდგომარეობაში გვაქვს. გარდა იმისა, რომ ვკითხავთ, რომ ალერგიული ფონი ხომ არა გვაქვს. და ძალიან ხშირი არის მაგალითად სტრესული სიტუაციის დროს. აი არ გაგიკვირდეთ, მაგრამ სტრესი ვიცით რომ წამყვანი მექანიზმია ბევრ დაავადებების წარმოქმნაში და აი რინიტის წარმოქმნაშიც დიდი როლი აქვს ამ სტრესს ამ შემთხვევაში. ეხლა კითხვა იყო მე მგონი თქვენთან რომ რა უშველო, აი კიდევ რო არ გამომჩეს, აი სინუსებზე ოპერაციები რო კეთდება ხოლმე, ცხვირის ოპერაციები, ზოგს აი ადენოიდების მოკვეთა ხდება და ამის შემდეგ ეწყება პოსტოპერაციული რინიტები არის, რომელიც არასასიამოვნოა სამწუხაროდ და ხანდახან ესეთი შეიძლება გაგებული ცარიელი ცხვირის სინდრომიც ესეც უწოდებენ, როდესაც ადენოიდი აღარ არის უკვე მოკვეთილია და სამწუხაროდ ეს რინიტი არის დარჩენილი. ანუ სტრუქტურული პრობლემები არის დარღვეული ცხვირის სტრუქტურის პრობლემები და იმას თავისი კიდევ აქვს უკუჩვენებები. ანუ ყველა ოპერაციას რა თქმა უნდა. ეხლა რით უშველოთ, ისევ და ისევ რა თქმა უნდა ბანალურად ვიწყებთ ჯერ აი მე ყველა ჩამოთვლილს რაც გითხარით, აუცილებლად ამ ცხვირის წვეთებიდან გამორჩეულად ისევ მსუბუქი ფიზიოლოგიურით, მერე ძალიან კარგია ვთქვათ იოდის შემცველი პრეპარატი, რომელიც ხანგრძლივად არ უნდა ვიხმაროთ და თუ გახანგრძლივებული აი ამითაც ვცდილობთ, ძალიან კარგია აი ამ შემთხვევაში თამთა უკვე ექიმის დანიშნულებით ინგალაცია, სპეციალური ვთქვათ ნივთიერებებით, როგორც შეიძლება იყოს ესეთი უმტკივნეულო და არა ალერგიული, მაგალითად მუხის ქერქი, მაგალითად კალენდულა, რომლის ნახარს ინგალატორში ჩავასხავთ და შეგვიძლია იმის ინგალაციები გავაკეთოთ. ოღონდ არ შეიძლება ვთქვათ გვირილას ვერ ურჩევდეთ, იმიტომ რომ გვირილა შეიძლება ალერგენია ზოგისთვის და თავისით ინიციატივას გამოიჩენენ მშობლები, მაინც კარგია რომ მკითხონ ექიმს და ინდივიდუალურად ავიღოთ ეს სამკურნალო საშუალებები და ბოლოს თუ ძალიან გახანგრძლივდა, თუ უკვე ვიცით რომ უფრო გაციებითი მდგომარეობები არის და თუ სეზონური არის, ხო, მაინც ცხვირის დეკონგესტატური პრეპარატები არის, ეს არის ფსევდოეფედრინზე დამზადებული პრეპარატები, რომელსაც გარკვეული ჩვენება აქვს და რაღაცა გარკვეული ასაკის შემდგომ არ შეიძლება ვთქვათ 2.5-მდე ამის ხმარა, თან ყველა არ იხმარება, არის ზოგი რომ 12 წელზე ვთქვათ აქტიფედი არაფრით არ შეიძლება 12 წლამდე დაინიშნოს, აი არის პრეპარატები ვთქვათ სუდაფედი შეიძლება იყოს შემოვიდეს ასეთი კითხვა და ვიცი რომ
ერთ-ერთ ჩვენ მსმენელს აინტერესებს, სუდაფედი თქვათ შეიძლება ძალიან მკაცრი ჩვენებით აუცილებლად საბავშვო და აუცილებლად დოზირებულად უნდა მიეცეს ბავშვს. და კიდე რა ხო, ნუ ეხლა რა თქმა უნდა ზოგადი ორგანიზმის გამაჯანსაღებელი ესეთი თქვათ ვიტამინოთერაპია თუ არის საჭირო, აი ასეთ შემთხვევაში ხშირად მიხსენები თქვენ გახსოვთ თამთა რომ ხშირად არ გვიყვარს ექიმებს ესე ხელაღებით თქვათ ვიტამინების სეზონურად დანიშნა. არ არის ახლა ეს თუ ბავშვი იღებს იმ საჭირო პროდუქტს არ ვნიშნავთ ხოლმე, მაგრამ არის ესეთი სიტუაციები, როდესაც აი ამ დროს ურჩევთ, რომ აი სპეციალურად თქვათ შეიძლება მოძლიერებლისთვის აი ერთ-ერთი მსმენელი გვეკითხება, რომ რას გვეტყვით იმუნიტეტის მოსაძლიერებელ სანთელზე, ალბათ სანთელზე სურდოს დაწყებისას. დიახ, ალბათ ვიფერონი, ლარიფამის და აი ესეთი პრეპარატებს გულისხმობს კითხვის ავტორი. იცით რა, ხა სურდოს და რინიტის და ამ ჩვეულებრივი გაციებითი პრეპარატების დროს ასე ხელაღებით ამას არ ვიწყებ. მაგრამ თუ ბავშვი ხშირად ავადობს, ნუ რამდენიმე ეს ეპიზოდი ხო როგორც ვთქვით, რომ არ არის საშიში, მაგრამ მიყვა და მიყვა, ანუ ერთიდან გამოვიდა მეორე მდგომარეობა დაემართა, მერე მესამეს ვირუსი დაემართა და ხშირია. აი ესეთ შემთხვევაში აქაც ინდივიდუალური მიდგომით დავნიშნავთ ხოლმე ამ სანთლებს, ოღონდ თავის დოზა აქვს, იმიტომ რომ ჩულ ბავშვებს სხვა დოზა ენიშნება, მოზრდილ ბავშვებს სხვა და ნუ უკვე გადაზრდილებს სხვა დოზა და აუცილებლად ხელაღებით თავისით არ უნდა დაინიშნოს. აუცილებელია რომ პედიატრმა დანიშნოს ეს ყოველთვის არა, აი როგორც ეხა კითხვა შემოვიდა, იმ შემთხვევაში გაციებითი დაავადებების დროს არა. დიახ. კარგით, აი მცრუ კრუპთან დიახ, გადავიდეთ მაშინ ამ მცრუ კრუპზე. ესე იგი დამახასიათებელი ნიშნები ახასიათებს თუ არა განმეორება და ასევე ერთ-ერთ მსმენელს აინტერესებს, ყველა ბავშვი შეიძლება თუ არა დაემართოს აი მცრუ კრუპის შეტევა. კი ბატონო, ხო. ეს ყველას გვეშინია ეხა მშობელს, ალბათ ვისაც ქონია, ვისაც უნახია, ვისაც ვიდეო უნახია, ან სმენია, აშინებს ეს მდგომარეობა. ესე იგი, ეს მცრუ კრუპი ხდება ხორხში, ლარინქსია, ესე იგი ლათინურად, რომელიც აი კისრის წინა ნაწილში მდებარეობს და გარედან ფარისებრი ჯირკვალი ფარავს და უკან არის ეს ხრტილოვანი, კუნთოვანი მილია და ეს ხორხი პატარა ზომის გადადის ტრაქეაში, ტრაქეა უკვე სასუნთქი, ტრაქეა მერე კი უკვე ბრონქებში, ხო, ანატომიიდან შეიძლება ახლა გვახსოვს ასეთი აგებულება. სწორედ აი ამ პატარა მილაკში ხდება ეს ცუდი პროცესი. თვითონ ეს ხორხი ახლა სამ ფუნქციას ასრულებს და რატომ მინდა რომ ეს ფუნქციები ვიცოდეთ. ეს არის სუნთქვითი ფუნქცია, როდესაც ხმოვანი იოგები გაიშლება, ფონატოლური, ესე იგი, როცა ხმებს გამოსცემს, აი ხმოვანი იოგების მოძრაობა. სწორედ აი ამ ხორხში, ამ პატარა ნაწილში ხდება და აგრეთვე არის სფინკტერის ფუნქცია, როდესაც ყლაპვის დროს ტრაქეას იცავს. ესე იგი ტრაქეაში არის ეს სარქველი, ხან ჰაერი შედის და ხან საჭმელი. ესე იგი, რომ საჭმელი რო არ მოხდეს, უკაცრავად ჰაერი რომ მოხდეს, იცავს ხოლმე. აი ამ სამ ფუნქციას ასრულებს. ეხლა რატო თქვი ეს, რომ სწორედ აი ამ იმის დროს, კრუპის დროს ხმა იცვლება ხველის. აი სწორედ ეს ხმოვანი იოგები, იმიტომ ვახსენე, რომ აი ეს არის ამ დროს ანთებითი და ამ ხორხის ანთებას ლარინგიტი ქვია და ხდება როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული გაციებითი დაავადებების დროს, მაგრამ ყველაზე ცუდი რა ხდება თამთა რომ ამ ანთების გარდა ხდება ხორხის შეშუპება. როდესაც შეშუპება ჰაერი შევიწროებულ ამ პატარა მილში ვეღარ გაივლის იმ რაოდენობით და მოხრჩობის შეგრძნება არის, სწორედ აი ამ მოხრჩობის შეგრძნებას ეწოდება კრუპი. და ეს არის მხოლოდ ბავშვობის ასაკის დაავადება, მეგობრებო და სამწუხაროდ იწყება 5 თვის ასაკიდან და გრძელდება 6 წლამდე, 5-6 წლამდე, განსაკუთრებით 6 წლამდე შეიძლება განმეორდეს.
ეხლა რატომ მაინდა-მაინც ბავშვებში? რადგან ისევ და ისევ ანატომიურად აქ თავისებურებები აქვს ის, რომ ვიწრო არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პატარა და ვიწროა ხორხი, ძალიან უხვად მარაგდება სისძარღვებით და აქ ხდება ეს პროცესი და აქვე არის ძალიან ბევრი ლიმფური ჯირკვალი. ხო იცით, რომ ამ ადგილებში განსაკუთრებით გვაქვს ხოლმე ლიმფური ჯირკვლები და პირველი დამჭერი ამ ვირუსების, ამ ბაქტერიების არის ლიმფური ჯირკვალი. პირველი ანთება აქ ხდება. ანუ პროცესი სამწუხაროდ აი ამ ადგილში იწყება და ყველაზე ესეთი ფაქიზი არის ეს ვთქვათ ანთებისთვის და შემდგომ შეშუპებისთვის. ეხლა არსებობს გაგიგიათ სრუკრუპი და ნამდვილი კრუპი. რა განსხვავება ალბათ გაინტერესებთ ამ ორ ჭეშმარიტსა და ან ნამდვილი ან ჭეშმარიტი კრუპი და ამ სრუკრუპს შორის? განსხვავება იმაშია, რომ თვითონ ისა სიტყვა კრუპი ლათინურად ნიშნავს ნადებს. და იმიტომ უწოდეს ჭეშმარიტი კრუპი, რომ ეს ნადები ვითარდება მძიმე ინფექციური დაავადების შედეგად, რასაც დიფტერია ქვია. კი გაგვიგია, რომ ყველაზე საშიში, რაზეც ბავშვები იცრებიან, ხო? და აუცილებელია, ხო, ეს აცრების გაკეთება, იმ სწორედ რომ არ მოხდეს ამ დიფტერიის გამოვლენა. ამ დიფტერიას აქვს ნადები და აი ხორხი ამ ნადებით ამოიფინება ხოლმე, როდესაც ჭეშმარიტი ნამდვილი კრუპია, რომელიც საბედნიეროდ აღარ არის, ან ძალიან იშვიათად შეიძლება შეგხვდეს ჩვენს სინამდვილეში და ჩვენ ამ საუკუნეში და წინა საუკუნეში და ეს ფიბრინული ნადების დიდი რაოდენობა ავიწროებს ამ ხორხს და ვეღარ ხდება ამ ჰაერის გადასვლა. მაგრამ სრუკრუპის დროს ეს ნადები არ არის და ხდება ამ ხორხის შევიწროება, ანუ სტენოზი იმის გამო, რომ იმ საფუძველზე რომ ხდება შევიწროება, ჩვეულებრივია შეშუპება და შევიწროება და ამას გამომწვევი არის ვირუსი. თვითონ ვირუსი აშუპებს აი ამ ამონფერ ლორწოვას. ეხლა ეს ვირუსი წამყვანი სხვადასხვა ამ კრუპის განვითარებაში არის პარაგრიპი. შეიძლება სხვა ვირუსებმაც გამოიწვიოს, ბაქტერიებმა, ალერგიამ, შეიძლება კუჭიდან ამოსროლილმა სითხემაც გამოიწვიოს ეს რეფლუქსი, რამდენიმეჯერ გვიხსენებია და მართლა არასასიამოვნოა, შეიძლება ამანაც გამოიწვიოს, მაგრამ ძირითადად გამომწვევი არის ხოლმე ეს პარაგრიპი. ეხლა ზოგიერთ ბავშვს სამწუხაროდ მშობლებს ეხლა ვერაფერ ვერ დავაიმედებთ, შეიძლება რამდენიმეჯერ დაემართოს ბავშვებს როგორც წესი ღამე ხდება ხოლმე სამწუხაროდ დღის განმავლობაში ბავშვი უკვე ან ეწყება ვირუსი ან დაწყებული აქვს და უცებ ხდება ხოლმე ეს შეტევა, მაგრამ დღისითაც არის, ამდენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ფენომენს. როგორი ხდება? ეს არის ძირითადად ძალიან დამახასიათებელი მყეფავი ცუდი ხმის შემცვლით, იმიტომ როგორც გითხარით, ეს ფონური სისტემა და ხმის იოგები იცვლება შეტევითი ხასიათით, მოულოდნელად და ერთბაშად. აი შეიძლება უფრო გამთენიისას, აი დაიძინოს ბავშვმა და გამთენიისას მშობელს გააღვიძოს აი ამ საშილმა ხველამ. საწოლში წამოჯდება ბავშვი, ახლა თუ მას აქვს წამოძვების საშუალება, ეწყება ეს უხეში მყეფავი ხმაურიანი მშრალი ხველა, ეგრევე იხლიჩება ხმა და ხშირი სუნთქვა იწყება. ანუ ბავშვი სუნთქავს, მაგრამ თითქოს ვერ ჩაზდის ეს ჰაერი. ძალიან ცუდი შესახედავია და არასასიამოვნოა ესა. და რა თქმა უნდა, მშობელს იმ წუთში ეშინია და ხდება ხოლმე პანიკა, მაგრამ არ უნდა მივეცეთ პანიკას, იმიტომ რომ ჩვენი პანიკა ეგრევე გადაედება ბავშვებს და მას კიდევ უფრო შიშისაგან ეწყებათ გახშირებელი სუნთქვა. ისედაც ვერ სუნთქავენ, ვერ ჩადის იმდენი ჰაერი და აი ამას რო ხედავენ, რომ დედა ან კივის, წივის, ან ტირის, ან რაღაცა შველას ითხოვს, ბავშვს ნერვული ესე იგი სუნთქვა, ნერვული ესეთი რეაქციები ეწყება და უხშირდება უფრო სუნთქვა და კიდევ უფრო უჭირს. ამდენად უნდა დავამშვიდოთ ბავშვი, უნდა თუ ღამეა, თუ ესე იგი გარეთ სიგრილია, ძალიან უნდა ჩავფუთნოთ ბავშვი, გავიყვანოთ აივანზე, რომ მოხდეს კონტრასტული ჰაერის მიწოდება. ხანდახან აი შეიძლება ლიტერატურაში წაიკითხონ, რომ შეგვიძლია
მოუშვათ ცხელი წყალი და ესე იგი ცხელი შხაპი ჭავლი დავაკენოთ, რომ ორთქლი დადგეს სააბაზანო ოთახში და ორთქლი ვასუნთქოთ. აუცილებელია, რა თქმა უნდა, ისევე ინგალაცია გავაკეთოთ და მივაწოდოთ დიდი რაოდენობით ჟანგბადი. ამ დროს არიბნევით ძალიან მშვიდად ხართ, იმიტომ რომ თუ დროულად ყველაფერს აკეთებთ, არ შეგეშინდეთ, არ დაიბნეთ, არ უნდა შევშინდეთ, ყველაფერს მოასწრებთ. და პირველი, რასაც ვთქვათ, მაინც გაშინებთ, მაგრამ არ გირჩევთ, ყოველთვის უნდა გქონდეთ იქონიოთ ბავშვების პატრონმა დექსამეტაზონი ან პრედნიზოლონი, რომელსაც ასაკობრივად ვთქვათ, ვიღებთ ამპულიდან და შეგვიძლია პირდაპირ ჩავასხათ პირის ხრუში ბავშვს, ან ვისაც საშუალება აქვს გაუკეთოს ბავშვს. ზოგი ვთქვათ, წყალში გარეულს აკეთებს, ან პირდაპირად შეგიძლიათ წყლის გარევის გარეშე, რომელიც მომენტალურად თვალსა და ხელშუა ამ მდგომარეობას მოგიხსნით, მაგრამ აუცილებლად ბავშვი მაინც უნდა მოხვდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, იმიტომ რომ ეს ერთ დღეში შეიძლება არ მოიხსნას. ეს ხშირი, გახშირებული და ხმაური არის სუნთქვა, შეიძლება 2-3 დღე გაგრძელდეს, შეიძლება 1 დღე გაგრძელდეს. ამდენად შემდგომი მერე მკურნალობა, დაკვირვება აუცილებლად უნდა ბავშვს და არ შეიძლება რომ თქვა აი მოიხსნა და всё, კარგად ავართ და უკვე ესე მიდგომა არა. იმიტომ რომ საშიშია კიდე არ მოხდეს ეს შეტევა. იმ წუთში შეიძლება აღარ მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ განმეორება შეიძლება. ან და სხვა თვეებში შეიძლება განმეორება სხვა წლებში. ყოველ შემთხვევაში, აი როგორც ვთქვით, 6 წლამდე იმ ბავშვს, რომელსაც ერთხელ დაემართა, ეს დიდი შანსია, რომ განუმეორდეს. ეს კითხვა იყო, თამთა უპასუხე თუ არა, კი არ ვიცი. დიახ, აი რამდენი დაკავშირებით ხო, დაკავშირებით იყო მგონი. ხო, გრუპთან და აი ეს მახასიათებლები აინტერესებდა და რა კატეგორიის ბავშვს შეიძლება დაემართოს? დიახ, დიახ. და განმეორება თუ ახასიათებს და დიახ, განმეორებაზე ვქვით. დიახ, ეს სიმპტომებიც დიახ, კი ბატონო. აქ არის ერთ-ერთი კითხვა ხველასთან დაკავშირებით, აი თუ კი ბავშვს მხოლოდ ხველა აქვს სიმპტომი და სხვა სიმპტომი არ აღენიშნება, შეიძლება თუ არა ასეთმა ბავშვმა იაროს საბავშვო ბაღში, ანუ ხომ არ არის საშიში აი სხვებისთვის რაიმეს გადადების თვალსაზრისით. კი ბატონო, კი მომახსენებ მშობელს, ამას დავამთავრებ. იგი მშობლებო არ შეშინდეთ, ყველა ბავშვს ეს არ ემართება, ბავშვების დებიან ისე რომ არასოდეს არ ქონიათ ეს კრუპის შეტევა, მაგრამ არსებობს ბავშვები უფრო მეტად განწყობილები კრუპის მიმართ, აი მაგალითად თუ არიან ტრაუმული მშობიარობიდან. ტრაუმული შობიარება, ვთქვათ, ასფიქსიაში, ან მაშები იყო გამოყენებული, ან ვაკუუმ ექსტრაქტორი იყო გამოყენებული, ან ნევროლოგიური რამე პრობლემები ჰქონდათ. აი ეს არის მოწყვლადი ჯგუფი, აგრეთვე ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ ჰიპოტროფიით, ღენაკლული ბავშვები. და ძალიან წამყვანია თამთა ეს ალერგიის საუკუნეა, სვამელ ალერგიებზე ვიძახით. ალერგიულ დაავადებებისადმი მიდრეკილება, ხა თუ ჩვილია, ხო არ ვიცით ჩვენ, მაგრამ ხო ვიცით რომ ის გენეტიკურად რომელიღაცას ვთქვათ დედას ან მამას აქვს რაღაცა ტიპის ალერგია. ასეთ შემთხვევაში აი დიდი შანსია რომ მის შთამომავალს ბავშვს დაემართოს კრუპი. ეს არის ეს ჯგუფი, ვისაც უფრო მეტად პროცენტულად შეიძლება დაემართოს. ეხლა რაც შეეხება ამ ხველის შემთხვევას, თუ გახანგრძლივებული ხველა არის მეგობრებო, რომელიც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. თუ პედიატრის მიერ გადაწყვეტილია, რომ ეს არის ნარჩენი ხველა, ანუ რამე მიზეზით ჩემს მიერ წინა ჩამოთვლილი მიზეზით, და არის ისეთი, ვთქვათ, არ მოსდევს სხვა სიმპტომატიკა, როგორც ახლა მშობელმა გითხრა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, როგორც რა თქმა უნდა, ბავშვის წაყვანა ბავშვთა კოლექტივში, მაგრამ მას სასურველია, რომ გავაყოლოთ ექიმის დასკვნა თამთა. იმიტომ რომ არიან პედაგოგები და სწორად ეშინიათ, იმიტომ მათ არიციან, ეხლა ეს არის ახალი მისი ამ ბავშვისთვის თუ ძველია, რამდენი ხანი ახოლებს, კარგია თუ სამედიცინო დასკვნა, რაღაცა ექიმის ჩანაწერი მიყვება, რომ ეს არის ამ ტიპის, აი შეიძლება იყოს ალერგიული ტიპის, როგორც გითხარით, უკარა გადადინების სინდრომი, შეიძლება ესე იგი
ვაზოკონსტრუქციის გამო რინიტი და ეს ხველა და აუცილებლად ეს თუ იქნა გათვალისწინებული, მშობელს ურჩიოთ, რომ როგორმე გავაკეთებინოთ ეს ცნობა, ან საბუთი, ან რაღაცა და ამის შედეგად უკვე ბავშვთა კოლექტივი წყნარად არის, რომ მიიღოს ბავშვი დააბრუნოს სხვა ბავშვებთან. კი ბატონო. პრაქტიკულად ჩვენი დღევანდელი ჩართვისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, თუმცა ჩვენ მსმენელს ვეტყვით, რომ ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ქალბატონ ირმასთან თანამშრომლობას და აი მკითხვების ნაწილი შეგიძლიათ ჩვენი პლატფორმის საშუალებით მოგვაწოდოთ და ქალბატონ ირმა რამდენადაც იქნება შესაძლებელი, მე მგონი კიდევ ერთხელ არაერთხელ დავწუნდით, რომ მაქსიმალურად ამომწურო პასუხს გაგცემთ, ხო, რამდენადაც ეს ამ ფორმატით არის ბავშვის ნახვის გარეშე შესაძლებელი. უღრმესი მადლობა. კიდევ ერთი ძალიან ინფორმატიული ჩანაწერი შეემატა ჩვენს ვიდეოთეკას. მსმენელს ვეტყვი, რომ გადახედოს გადაავლოს თვალი ამ ჩვენს ვიდეოებს, ბევრ საინტერესო ჩართვას აღმოაჩენთ, როგორც ქალბატონ ირმასთან, ასევე სხვა მოწვეულ სპეციალისტებთან და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ლეკუნა ჯაფოშვილს, რომელმაც უზრუნველყო თარგმანი ჟესტურ ენაზე. ამით დღეისთვის გემშვიდობებით, ყველას გისურვებთ მშვიდობიან საღამოს ნახვამდის. დიდი მადლობა გემშვიდობებით. ველი შეკითხვებს თუ გექნებათ.